მოკლედ ხალხო, რა ხდება ახლა? სამყარო საბოლოოდ აირია. წარმოიდგინეთ სურათი. ერთ მხარეს გვყავს ჩვენი ილია ტოპურია, კაცი, რომელმაც ქვემსუბუკი წონის ქამარი ისე დაისაკუთრა, თითქოს მეზობლის ეზოში გადავარდნილი ბურთი გამოიტანაო. მეორე მხარეს კი გვყავს ჯეიკ პოლი, ტიპი, რომელიც იუთუბერობიდან დიდ ბოქსიორობამდე ისე მოვიდა, რომ ნახევარი მსოფლიო ნერვებს იგლეჭს, მეორე ნახევარი კი ფულს ფსონებში დებს. ამას წინათ ამ ორმა ერთმანეთი პოდკასტში გამოიჭირა და ისეთი ბაზარი გამართეს, ძველი თბილისის იტალიურ ეზოებს შეშურდებოდა. ჯეიკმა თავისი ჩვეული ამერიკული თავდაჯერებულობით ილიას უთხრა: შენ საერთოდ ვინ ხარ? სიმაღლეში ისეთი პატარა ხარ, ატრაქციონებზეც არ შეგიშვებენო. აი აქ კი შეცდა. ილიას რომ სიმაღლეზე დაუწყებ ლაპარაკის, თან როცა ის ქართველია და თან როცა მას მატადორს ეძახიან, ეს იგივეა ხინკალს ჩანგლით მიადგე. დიდი შეცდომაა, ძმაო, დიდი. ანალიტიკური კუთხით რომ შევხედოთ. მოდით, სერიოზული სახეებით განვიხილოთ ეს სიტუაცია. ჯეიკ პოლი ამბობს, რომ MMA-ის მებრძოლები ბოქსში ნულები არიან. ჰო, რა თქმა უნდა, ჯეიკ. ეგ იგივეა მოცურავეს უთხრა წყალში კი კარგად დადიხარ, მაგრამ ასფალტზე სირბილში გაჯობებო. ილია ტოპურია არ არის უბრალოდ მებრძოლი, ის არის მანქანა. მისი დარტყმის ტექნიკა ბოქსის ბევრ პროფესიონალს დააფიქრებს საკუთარი კარიერის სისწორეზე. მაგრამ პოლი მაინც თავისას აწვება. ეუბნება: მე ბოქსიორი ვარ, შენ კი პატარა ბიჭიო. ილიამ კი ისეთი პასუხი დაუბრუნა, ხელოვნურ ინტელექტსაც კი გაეღიმა პროცესორში. შენს ყბარს ისე მოუვლი, გამოჯამრთელება აღარ დაგჭირდება, რადგან საერთოდ ვერ შემეხებიო. აი ეს არის ქართული თავდაჯერებულობა. რატომ არის ეს სასაცილო? სასაცილო ისაა, რომ ჯეიკ პოლი ცდილობს ილია გამოიყვანოს წყობიდან დედიკოს და მამიკოს თემებით. ახსენებს დანა ვაიტს, ვითომ ილია მისი შვილია. ჯეიკ შედალოცვილო. ილია ისეთი კაცია, საკუთარ თავზეც კი თვითონაა პასუხისმგებელი და დანასაც ისე უყურებს, როგორც ბიზნეს პარტნიორს, რომელიც მალე კიდევ უფრო მეტ მილიონს გადაუხდის. მოდით, რეალობას ჩავხედოთ თვალებში. ფიზიკური მონაცემები. კი, ჯეიკი დიდია, მძიმეა, გრძელი ხელები აქვს, მაგრამ ილია არის ის ტიპი, რომელიც შენს დარტყმას მანამ ხედავს, სანამ შენ საერთოდ გაიფიქრებ, რომ ხელი უნდა მოიქნიო. ფსიქოლოგია. ჯეიკ პოლი შოუმენია, ის იკვებება ყურადღებით. ილია კი იკვებება, ალბათ, მტრების იმედგანწურებით და კარგი ქართული ღვინით. რა თქმა უნდა, დიეტის დროს არა. სტრატეგია. პოლი ცდილობს ბრძოლა მხოლოდ ბოქსის წესებით წაიყვანოს. რატომ? იმიტომ რომ იცის, რომ გოგრძე კი ილია ფეხს მოუქნებს, ან ღმერთმა არქნას ჭიდაობაში გადაიყვანს, ჯეიკისგან მხოლოდ YouTube-ის ძველი ვიდეოებიღა დარჩება. ილიამ პირდაპირ უთხრა: ბოქსშიც გატისკავ და თუ ნამდვილი კაცური ბრძოლა გინდა, მანდ საერთოდ შანსი არ გაქვსო. და იცით რა? მე ვუჯერებ ილიას. არა იმიტომ, რომ ჩემიანია, ანუ თუმცა ეგეც არის. არამედ იმიტომ, რომ ტიპმა ვოლკანოვსკი დააძინა, კაცი, რომელიც წლების მანძილზე დაუმარცხებელი იყო. ჯეიკ პოლი კი ვინ არის? ტიპი, რომელიც პენსიაზე გასულ ბოქსიორებს ცემს. ამ პოდკასტში ერთი საინტერესო მომენტი იყო. ილიამ რომ ახსენა თავისი ახალი საათი და მანქანა. ჯეიკი ცდილობდა დაეცინა, მაგრამ ილიას სიმშვიდე. აი, ეგ სიმშვიდეა ყველაზე საშიში. როცა ქართველი მშვიდად გელაპარაკება და გიღიმით, ესენგი უკვე იცის სად და როგორ დაგაძინოსო. მოკლედ, პირველი რაუნდი ბაზარში ნამდვილად ილიასი იყო. ჯეიკი ცდილობდა ტროლინგს, მაგრამ ილიამ ისეთი სილა გააწნა სიტყვიერად, რომ პოლს ალბათ სახლში მისვლისას ყბა მართლა ასტკივენა. ახლა მოდით საქმეზე გადავიდეთ. ბევრი ამბობს, რომ ჯეიკ პოლი ბევრად დიდი და მძიმეა ილიაზე. კი ბატონო, გეთანხმებით. ჯეიკი ისეთია, რომ ილია მასთან შედარებით შეიძლება პატარა ძმასავით ჩანდეს. მაგრამ ჩემო კარგებო, ქართულ ზღაპრებშიც ხომ იცით, დათვი დიდი კი არის, მაგრამ მელია, ან ჩვენ შემთხვევაში მატადორი, ყოველთვის იგებს. ჯეიკ პოლი ამაყობს თავისი სიმაღლით და წონით. ის ამბობს: მე ბოქსიორი ვარ, ჩემი დარტყმა კედელს ანგრევსო. მეგობარო ჯეიკ, ედელი არ ინძრევა, ედელი არ გირტყამს საპასუხოდ და კედელს არა აქვს ისეთი ტაიმინგი, როგორიც ილია ტოპურიას. ილიას დარტყმა კი არ არის უბრალოდ ძალა, ეს არის ქირურგიული სიზუსტე. წარმოიდგინეთ, ტიპი ისე გირტყამს, რომ სანამ გააცნობიერებ რა მოხდა, უკვე ანგელოზებს ესაუბრები იმაზე თუ რატომ გადაწყვიტე რინგზე გასვლა.
ჯეიკ პოლი ჭკვიანი ბიჭია, მარკეტინგში მაინც. ის ყოველთვის ირჩევს ისეთ მეტოქეებს, ვისაც ბოქსში ნაკლები გამოცდილება აქვს, ან უკვე პენსიაზე გასვლას აპირებს. ილია კი თავის პიკშია. ის არის ადამიანი, რომელიც ყოველდღე ვარჯიშობს იმაზე, როგორ მოკლას კაცი 5 სხვადასხვა გზით: ხელით, ფეხით, იდაყვით, მუხლით ან უბრალოდ გაგუდვით. დაუშვათ ბრძოლა მხოლოდ ბოქსის წესებითაა. აი აქ ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ჯეიკს შანსი აქვს. რატომ? იმიტომ რომ წონა დიდ როლს თამაშობს. მაგრამ მოდით ლოგიკურად ვიმსჯელოთ. ილიას ბოქსის ტექნიკა იმდენად მაღალია, რომ ის ბევრ პროფესიონალ ბოქსიორსაც კი აჯობებს თავის წონაში. ჯეიკი უბრალოდ დიდი ბიჭია, რომელმაც ისწავლა, როგორ მოიქნიოს ხელი. თუ ილია მას მიუახლოვდა და ის აუცილებლად მიუახლოვდება, ჯეიკის სიმაღლე მის წინააღმდეგ იმუშავებს. ილია ქვემოდან ისეთ აპერკოტს ამოკრავს, რომ ჯეიკი კოსმოსში გაფრინდება და ელონ მასკის მარსის ექსპედიციას დაასწრებს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ბრძოლა ხდება MMA-ის წესებით. აი აქ უკვე იწყება ნამდვილი კომედია. ჯეიკ პოლს აქვს რაღაც ჭიდაობის გამოცდილება შკოლიდან, მაგრამ ილია ტოპურიასთან ჭიდაობა იგივეა, რაც მშიერ ლომთან ერთად გალიაში შეხვიდე და გეგონოს, რომ კატას ეთამაშები. ილიას გრეპლინგი სხვა პლანეტიდანაა. როგორც კი ილია ჯეიკს ხელს მოკიდებს, ჯეიკი მიხვდება, რომ მისი მილიონები და როლექსები ვერაფერში დაეხმარება. ილია მას ისე დაატრიალებს ტატამზე, როგორც კარგი დიასახლისი ატრიალებს ცომს ხაჭაპურისთვის. ერთი წამიდა ჯეიკი უკვე ჰაერშია, მეორე წამიდა ის უკვე იატაკზეა და ცდილობს გაიხსენოს, საერთოდ რატომ დაიწყო იუთუბერობა. ვარიანტი A. ჯეიკი ბევრს ილაბარაკებს, მერე მიხვდება, რომ ილია მართლა მზადაა საცემად და უცებ აღმოაჩენს, რომ ტრავმა აქვს ან კონტრაქტმა არ გაუშვა. ვარიანტი B. ისინი მართლა იჩხუბებენ ბოქსში. ჯეიკი ეცდება შორიდან დაიჭიროს, მაგრამ ილია თავისი სისწრაფით შიგნით შევა და ჯეიკის ყვას ტესტუ რეჟიმში ამუშავებს. ვარიანტი G. ყველაზე ნაკლებად სავარაუდო. ჯეიკი დათანხმდება MMA-ს. ამ შემთხვევაში ბრძოლა დასრულდება პირველვე 30 წამში. ილია მას ან დაახჭყავს, ან ფეხს მოსტეხს. თან ისე რომ სახეზე ღიმილი არ მოშორდება. ილიამ კარგად უთხრა: შენ ხარ ბემი ჩემთვის. ეს ნიშნავს, რომ ილია მას საერთოდ არ აღიარებს სერიოზულ მეტოქედ. მისთვის ჯეიკი არის მორიგი ტიკტოკერი, რომელსაც ცოტა ზედმეტი მოუვიდა და მართალიცაა. სანამ ილია 4 წელს ღვდიდა დარბაზში და სისხლს ღვრით მოიპოვა ყველა გამარჯვება, ჯეიკი ვიდეოებს იღებდა იმაზე, როგორ აბრაზებს მეზობლებს. მოკლედ, ანალიზი მარტივია. ტექნიკა, სულიერი მტკიცება და ქართული ხასიათი ყოველთვის დაჯაბებს ჰაიპს და ფულზე აგებულ კარიერას. ილია ტოპურია არ არის ის კაცი, ვისაც ჯეიკ პოლმა უნდა ეხუმროს. მოდით ახლა ყველაზე მთავარზე ვილაპარაკოთ. რატომ ხდება საერთოდ ეს ყველაფერი? რატომ უნდებათ ამ ადამიანებს ერთმანეთის ცემა, ან ყოველ შემთხვევაში ამის დაპირება? პასუხი მარტივია. ფული ხალხო, ბევრი ფული. ჯეიკ პოლი არის მარკეტინგის გენიოსი, ოღონდ ისეთი ხალხს რომ ნერვებს უშლის. ის ხედავს ილიას, ახალგაზრდა, სიმპათიურ, დაუმარცხებელ ჩემპიონს, რომელსაც მთელი საქართველო და ესპანეთი ზურგს უმაგრებს და ფიქრობს: აჰა, აი აქ არის ჩემი მორიგი ჩეკი. მაგრამ ჯეიკმა ერთი რამ ვერ გაითვალისწინა. ილია ტოპურია არ არის ის ბებერი ლეგენდა, რომელსაც რინგზე გასვლა მხოლოდ იპოთეკის დასაფარად უნდა. ილია არის მშიერი მგელი, რომელიც ახლა იწყებს მსოფლიოს დაპყრობას. ჯეიკი ახსენებს მაიკ ტაისონს, ენტონი ჯოშუას. კაცო, მაიკ ტაისონი ჩემი ბაბუის ტოლია უკვე. მაგასთან ჩხუბი გმირობა კი არა, ხანდაზმულთა თავშესაფარში შევარდნას გავს. აი, ილიასთან გასვლა კი ნამდვილი ჯოჯოხეთია. დანა უაიტი და მამიკოს კომპლექსი. ჯეიკმა ილიას დანა უაიტის შვილი უწოდა. აი, აქ კი ილიამ ისეთი სახით შეხედა, მეგონა ეკრანიდან გადმოხტობოდა და პოლს პირდაპირ სტრიმზე დააძინებდა. ილიამ კარგად უთხრა: მე ვიცი ვინ ვარ, ჩემი ფასიც ვიცი და ჩემი საათიც. ეს არ არის უბრალოდ ტრაბახი, ეს არის სტატუსი. ილიამ თავისი შრომით მიაღწია იმას, რომ ახლა UFC-ს მთავარი სახეა. ჯეიკი კი ისევ იმით ერთობა, რომ სხვებს დასცინის. მოდით წარმოვიდგინოთ ეს ბრძოლა რეალურად. თუ ეს შეხვედრა ოდესმე შედგება, რაც ნაკლებად სავარაუდოა, სანამ ილია UFC-შია, ეს იქნება წლის ყველაზე ყურებადი ივენთი. მთელი საქართველო ამ ღამეს არ დაიძინებს. წარმოიდგინეთ ხინკლის ოფლში გაწურული ფანები, რომლებიც ეკრანთან ყვირიან: მიდი ილია, ერთი პრავაი და დაასვენე ეგ იუთუბერი. და იცით რა არის ყველაზე დიდი ირონია? ჯეიკ პოლი ამბობს, რომ MMA-ის მებრძოლებს ბოქსი არ შეუძლიათ.
ბიჭო, ილიას ხელები ისეთი სწრაფია, რომ სანამ ჯეიკი თვალს დაახამხმებს, ილია უკვე სამჯერ ჩაარტყამს და მერე კიდევ კითხავს: "როგორ ხარო?" ჯეიკი კი იდგება თავის 90 კილოთი და ჰაერს დაუწყებს ცემას. დასკვნა: ვინ არის ნამდვილი მეფე? საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დიდი შოუა. ჯეიკ პოლს სჭირდება ილია, რომ აქტუალური დარქეს. ილიას კი ჯეიკის საერთოდ არ სჭირდება, მაგრამ თუ კარგი ფული იქნება, რატომაც არა? ცოტა წაივარჯიშებს ტომარაზე, რომელსაც ჯეიკ პოლი ჰქვია და თან რამდენიმე მილიონსაც ჩაიჯიბებს ახალი მანქანისთვის. რა ვისწავლეთ ამ ისტორიიდან? არასოდეს ეხუმრო ქართველს სიმაღლეზე, თუ არ გინდა რომ შენი ყვა სხვადასხვა ნაწილებად დაიშალოს. ბოქსის ხელთათმენების ჩაცმა არ გაქცევს ბოქსიორად, ისევე როგორც კლავიატურაზე კაკუნი არ მაქცევს მე ბილ გეიტსად. ილია ტოპურია არის მატადორი და ჯეიკ პოლი მისთვის უბრალოდ ერთი მორიგი ხარია, რომელიც ბევრს ბღავის, მაგრამ ბოლოს მაინც წაგებული რჩება. ასე რომ მეგობრება, ნუ ინერვიულებთ ილიაზე. ის თავის საქმეს გააკეთებს. ჯეიკ პოლს კი ვურჩევდი ისევ თავის YouTube-ზე დაბრუნდეს და ვიდეოები გადაიღოს იმაზე, როგორ ჭამს 100 ჰამბურგერს 5 წუთში. ეგ უფრო გამოსდის ვიდრე ნამდვილი ჩემპიონებთან ბაზარი. ილია, ჩვენ შენთან ვართ და თუ ჯეიკმა მაინც გაჯუუტა, ნუ, მაშინ ერთი კარგი ქართული სილა ყველაფერს თავის ადგილზე დაასქებს.